გურჯანის პირველი სკოლა. ახაშინდა გახლა ვართ. სად მუშაობთ? სკოლის პედაგოგები ვართ. სოფელ გურჯანი. სად მუშაობთ? ველისიხის საბავშვო ბაღიდან ვართ მოსულები. საიდან ჩამოხვედით? სად მუშაობთ? სად მუშაობთ? სად მუშაობთ? სკოლაში. გზავრობის თანხა ვინ გადაიხადა? ჩვენ გადავიხადეთ ჩვენა. თქვენ ვინ ხართ? ერთ-ერთი 757 დაუჭირდა. მოსწავლეები ხართ? მოსწავლეები ხართ? სასწავლო პროცესი დამთავრდა? საიდან ჩამობრძანდით? სად მუშაობთ? საჯარო სკოლა. ყველა თანამშრომელი წამოხვედით? არა, ყველა არა. ვისაც სურვილი ჰქონდა და გაკვეთილები დაგვიწყდა. რისთვის ჩამობრძანდით? სააკაშვილთან შეხვედრა გვსურს. საიდან ჩამობრძანდით? სად მუშაობთ? შეშენის საჯარო სკოლაში. ყველა თანამშრომელი წამოხვედით? უმრავლეს სკოლაში, რომელიც იყო გაკვეთილები დამთავრდა. გზავრობის თანხა ვინ გადაიხადა? ჩვენ თან ჩვენი იმდენად სურვილი ჰქონდა და შევხვდით. რისთვის ჩამობრძანდით? პრეზიდენტთან შესაძლოა და ვაჭრაძენის მუზეუმში. გზავრობის თანხა თქვენ გადაიხადეთ? პრეზიდენტის შესაძლოა. სად ცხოვრობთ? მუშაობთ სადმე? ყველა თანამშრომელი წამოხვედით? უკაცრავად, საიდან ხართ? ველისიხე. მუშაობთ სადმე? კი, ველისიხის თეატრის დირექტორი გახლავართ. რისთვის ჩამობრძანდით აქ? იხსნება სავანტყოფო, ძალიან გახარებულები და კმაყოფილები ვართ და გახსნას გვინდა დავესწროთ და თანამონაწილეობა მივიღოთ. ვისთან ერთად ჩამოხვედით? ჩემს თანამშრომლებთან. გზავრობის თანხა ვინ გადაიხადა? გზავრობის თანხას ვიღებთ ჩვენი სამსახური. საიდან ჩამოხვედით? საჭრელიდან. მუშაობთ სადმე? სად? საჯარო სკოლაში. რისთვის ჩამოხვედით აქ? გზავრობის ფული ვინ გადაიხადა? კალაური. გურჯანის სანახენის წარმომადგენლები ვართ გენაცვალე, ეგრეთ წოდებული მუშები. საიდან ხართ? საიდან ჩამობრძანდით? მუშაობთ სადმე? მუშაობთ სადმე? სად მუშაობთ? სად მუშაობთ? არ შეიძლება მითხრათ? არ შეიძლება მეტყვით სად მუშაობთ? საიდან ჩამობრძანდით? საიდან ჩამობრძანდით? მე ვანდა. სად მუშაობთ? სკოლაში. საიდან ხართ? საიდან ხართ? საიდან ჩამობრძანდით უკაცრავად? სად მუშაობთ? რომელში? არა, უბრალოდ გეკითხებით სად მუშაობთ, მაინტერესებს, არ შეიძლება გკითხოთ? არ შეიძლება გკითხოთ? რატომ ვიბრძანდებით მითხარით თქვენ არ ჟურნალისტი ვარ. ნახეთ თქვენი ისა. აი ნახეთ. აბა როგორ? საიდან ხართ? სად მუშაობთ? ავტოსატრანსპორტო საწარმოში. საიდან ხართ? ჩალაუბნიდან. მუშაობთ სადმე? კი. სად? ტერიტორიული ორგანო. ჩალაუბნის. სად მუშაობთ? საჯარო სკოლა. საიდან ხართ? სოფელ ჭანდრიდან. სად მუშაობთ? გაგრებულობ. რით ჩამოხვედით?
ვაიმე, რა ვიცი, არაფერი, თუ ჩამოწმება. საიდან ხართ ბავშვებო? გაკვეთილები დამთავრდა უკვე? არ დამთავრებულა? აბა აქ რატო ხართ? აქ რატო ხართ აბა? ვინ წამოგიყვანათ? ხატნა? მასწავლებელი. რომელმა მასწავლებელმა? რისთვის მოხვედით აქ? გაკვეთილები უკვე დამთავრდა? კი, დავთავრდა. რატომ გამოგიშვეს ადრე? საათაში მოვიდა. ვინ გითხრათ? ყველა მოწქა, რა ვიცი. რომელი სკოლიდან ხართ? გიმნაზიიდან. გაკვეთილები დამთავრდა უკვე? არა, მაგრამ გამოგიშვეს. რატომ გამოგიშვეს? საიდან ხართ? რისთვის მოხვედით? გაკვეთილები უკვე დასრულდა? სულ რამდენი უნდა გქონოდათ? რატომ გამოგიშვეს ადრე? ვისგან მიიღეთ წამოსვლის ნებართვა? აბა რომელია დირექტორი? გაკვეთილები რომელ საათზე სრულდება? რატომ მოვიდნენ ბავშვები ადრე? თუ ეხლა სრულდება უკვე აქ რატომ არიან ბავშვები? ჩვენი სკოლა ახლოს არის. საიდან ხართ? რით ჩამოხვედით? გზავრობის ნახა ვინ გადაიხადა? ვისა აქცია, მოდით კაცო, რაღაცებს ნუ მიჯაზებთ. მოდი აი უნდა გავჩენეთ. რა თქმა სი აქ ვისა აქ. რა სიაზეა საუბარი უკაცრავად ჟურნალისტი ვარ. არაფერი სიაც არ არის საჭირო, ვერ გავიგე. რა სიაზე საუბრობთ? არაფერი სიაზე, უბრალოდ მოდივართ, რა სია რა თქვი. მოსწავლების სიაზე? არა, მოსწავლეები. აბა რა სიაზეა ლაპარაკი? არაფერი ვინ ამბობს სიაზე, ვერ გავიგე. თქვენ თქვით ახლა? მე ის ვთქვი, რომ სია არ არის საჭირო. რა მოხდა ბებო? რა მოხდა და მე ვარ სააკაშვილის კაცი. გაიძე ხელი მაგა უწერებდი და ეხლა ხელით გამამართია. ფასვენ ბიჭმა. ვინ გამოგათრია? ეს გაცხადება უნდა მიწრო შვილი მყავს პატიმარი. ეს არის ამათი მთავრობა, ამათი კაცი ვარ და მე ხელით შემეხო. ვინ შეგეხოთ, ვინ? ფასვენ ბიჭმა, რა წარმოადგენს? არ ვიცი რა წამორგე, აი ეს გამგეობაში მუშაობს. რატომ რა ხაიმი შვილია, იმე ის შევიდე და მე არა საწყალი რო ვარ. მე ჩემი გაჭირება უნდა მივიტანო, სწორედ სააკაშვილის ყურამდე. რატომ გამოგათრია ბებო? არ შეხვიდეო. რატოო? იმიტომ რომ მე ღირსი არა ვარ. ღირსი არა ვარ. რატომ არ უშევ სამკალში? რას მიგედებენ, მიხედე. ეს ადამიანია? რა არის ბებო, რა არის? ჩემო ძირფასებო, დიდი მადლობა აქ მომბრძანებისთვის. მე ვიცი რომ ბევრი თქვენგანი მე ქალბატონი ნახე რომ ეთქვა დილის 8 საათი რა გდგევარო. მე არ ვიცი. ალბათ ყველა პრემია რომ მიიღო მსოფლიოში. ყველა ორდენი რომ მოეცა ჩემთვის, ყველა მსოფლიოს ქვეყნის არ იქნებოდა იმის მიათედი ჯილდო, ვიდრე ესეთი სანდომიან ქალბატონი, რომელიც გეუბნება რომ დილის 8 საათიდან აქ გელოდები, უბრალოდ მინდა რომ შემოხედო და არავის ძალით არ მოუყვანა. და ეს არის ჩვენი ხალხი. და როცა ვიცი რომ ვიღაცა დილის 8 საათზე იღვიძებს ჩემთან რომ მე შემსანახავად, ეს საკმარისი სტიმულია ჩემთვის და ჩემი მთავრობის წევრისთვის, რომ საერთოდ ღამეც არ დავიძინოთ და 24 საათი ვიმუშაოთ. დიდი მადლობა.